2026 წლის რამოკალიფში ძალიან რთულია არჩიო კარგი კომპიუტერი, იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირდა. HP-ის რაღაც ნაგავით, რომელიც Intel Celeron-ზე მუშაობს, ღირს დაახლოებით 2000 ლარი. ისმის კითხვა, რომ ვისაც გსურს, რომ გქონდეს კარგი კომპიუტერები, არჩევანი არ გვაქვს თუ არა MacBook-ი. ამიტომაც დღეს მე თქვენ გაგაცნობთ MacBooks, რომელიც არის ბიუჯეტური და ამავდროულად Windows კომპიუტერების 100%-ს თუ არა, 95%-ს ისვამს ჯიბეში, ისე რომ ერთ ფენსაც კი არ ართავს, მაგრამ სანამ ამ MacBook-ზე გადავალთ, მინდა გითხრათ, ვინ არის ჩვენი ვიდეოს სპონსორი. ჩვენი ვიდეოს სპონსორია ტრანსქალთა სახლთან არსებული ვაჟთა ქორეოგრაფიული ანსამბლი საჭურისი. მაშასე დავიწყოთ. სანამ MacBook-ზე დავიწყებ საუბარს, ეს რაღაცა უნდა დავდო აქ, რომ ვითომ ის ვარ, რა ქვია, MKBHD და რაღაცა რა, ну, მოკლედ, anyways. MacBook-ი, რომელიც დღეს მინდა გაგაცნოთ, ეს არის M1 Pro-ზე მომუშავე MacBook Pro. 16 ინჩიანი MacBook Pro არის, 16 GB RAM-ით, 512 GB SSD-ით. ეს MacBook-ი გამოვიდა 2021 წელს და ნამდვილად კატასტროფული გარდატეხა მოახდინა მან თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში. რატომ? იმიტომ რომ Apple-მა წარადგინა თავისი სილიკონი, რომელმაც თითქმის დაასრულა Windows-ის ლეპტოპების ერა. დღევანდელ ვიდეოში ზუსტად გაგაცნობთ ამ პიონერს, რომელიც არის M1 Pro MacBook Pro 16 ინჩიანი. მოდით გავიცნოთ ეს კომპიუტერი უფრო ახლოს. მოკლედ. სანამ გავდავალთ Text-Specs-ზე და ასე შემდეგ, მინდა რომ გაგაცნოთ პირველ რიგში პორტები. აქ გვაქვს ჩვენ შემდეგი პორტები. ეს არის MagSafe, Thunderbolt 4-ები. აქეთ ამ მხარეს გვაქვს ჩვენ HDMI, შემდეგ გვაქვს ისე Thunderbolt 5 ამჯერად და ბოლოს გვაქვს microSD-ის და SD ბარათის წამკითხველი პორტი. Apple-მა ამ მოდელის MacBook-ებში ნამდვილად ლიმიტებს მიაღწია, ასე რომ ვთქვათ, კომპიუტერის განვითარებაში. რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს, როგორც გითხარით, გვაქვს M1 Pro, 16 GB RAM, 256 MB კი არა და 512 GB SSD, რაც ამ კომპიუტერს დღესაც კი ნამდვილად ძალიან სწრაფს ხდის. რა თქმა უნდა, შემდეგ გაჩვენებთ ტესტებს, მაგრამ გეტყვით კიდევ სხვა მონაცემებსაც. როგორიც არის, რომ აქვს 16 ინჩიანი mini LED ეკრანი, რომელიც არის ლეპტოპებზე საუკეთესო ეკრანი, რაც კი არსებობს. ერთადერთი ეკრანი, რომელიც ამასჯობს, ეს არის 13 ინჩიანი iPad Pro-ს Tandem OLED ეკრანი, რომელიც დიდი ალბათობით ახალ MacBook-ებში, M6-ზე მომუშავე MacBook-ებში შეგვხვდება. მოდით ახლა ვნახოთ Geekbench-ის შედეგები. ეს დიდად არაფერზე არ მეტყველებს. თან ამ კომპიუტერზე აყენია macOS 13, რომელიც არის ძალიან ძველი, იმიტომ რომ არ განახლებულა, არ გამიახლებია, რადგან როგორც კი ეს კომპიუტერი ვიყიდე, მე მალევე ვიყიდე M4 Max-ი და შესაბამისად ეს კომპიუტერი ესე დამრჩა, მაგრამ ნახეთ, ქულები არის გასაოცარი. რაც შეეხება ყოველდღიურ მუშაობას, მაგალითად ავიღოთ 4K ვიდეო editing-ი, ხო? ანუ შეხედეთ უბრალოდ რა საოცრად, ანუ თან ეხლა მე ამას ვაედიტებ cloud-ზე. ანუ ეს local storage-ზეც არ არის. შეხედეთ რა საოცრად ну, მოკლედ არ ვიცი, ამ კომპიუტერის შესაძლებლობები ნამდვილად მაოცებს. ასევე ავიღოთ Adobe Lightroom-ი, ნახეთ, უბრალოდ ყისიერი არის აბსოლუტურად ყველანაირი манипуляციის გაკეთება, რაც გინდათ, როგორც გინდათ. აი მაგალითად, მოდით ახლა ავიღოთ Object Removal-ი, ხო? აი მაგალითად, მოდი ამოვიღოთ აი ეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს AI-ით იღებს. ამ კომპიუტერს აქვს 16 ბირთვიანი Neural Engine-ი, რომელსაც შეუძლია რომ წუთში დაამუშავოს დაახლოებით 5 ტრილიონამდე ოპერაცია და მოდით ახლა მოვნიშნოთ და ამოვიღოთ. უკაცრავად Pro არ მქონია გააქტიურებული ამ კომპიუტერზე და ვერ ამომაქვს, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ რომ ძალიან სწრაფად აკეთებდა ამას. და ეხლა ალბათ უფრო სწრაფად გააკეთებს, იმიტომ რომ ახალი macOS-ი ძალიან ოპტიმიზირებული არის. კი, ასევე კანვაში მაგალითად თუ აწყობთ დიზაინებს, ხო, სხვადასხვა დიზაინებს ძალიან სწრაფად მუშაობს, როგორც ხედავთ, ანუ აი უსწრაფესად მუშაობს ნებისმიერ საქმეში, რაც რა უნდა გქონდეთ 4K ვიდეო editing-ი, თუ ხართ 3D დიზაინერები, Blender-ში მუშაობთ, ასე შემდეგ. ეს MacBook-ი ბიუჯეტში და ამ MacBook-ის ფასი არის დაახლოებით 2000 ლარი, 2000 ლარად
მსგავს კომპიუტერს Windows-ში ხო შეუძლებელია რომ ნახოთ და MacBook-ებში ახალი MacBook-ები ვიცით რომ 10000-ზე მეტი ღირს, ხო? ასე და ამგვარად მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო რო შევაჯამოთ, ნამდვილად M1 Pro MacBook Pro არის საუკეთესო ბიუჯეტური MacBook-ი 2026 წელს. გარდა ამისა განახლებებს მიიღებს მომდევნო 2-3 წელი კიდევ, ასე რომ ეს კომპიუტერი რომ მიყიდოთ და თუ თქვენ არ ხართ მაგალითად ძალიან ასე რომ ვთქვათ demand tasker-ი, რაც იმას გულისხმობს რომ გახსნილი გაქვთ Blender-ი, პარალელურად არენდერებთ After Effects-ში, აქეთ გახსნილი გაქვთ თამაში და ამ სამ პროგრამაში გადადიხართ, გადმოდიხართ, თუ ამას არ აკეთებთ, მაშინ M1 Pro MacBook Pro უბრალოდ შეუძლებელი არის რომ თქვენ რამით დაღალოთ, თუნდაც გაგაგრილება ეგრეთ წოდებული ფენების ჩართოთ. მოკლედ, რეკომენდაცია ამ კომპიუტერს ჩემგან M1 Pro MacBook Pro-ს და იმედი მაქვს რომ მოასწრებთ ყიდვას, რადგანაც ყველაფერი ძალიან ძვირდება, ხელოვნური ინტელექტის გამო სერვერებს სჭირდებათ ბევრი RAM-ი, ოპერატიული მეხსიერება, ამის გამო ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნებისმიერი ტექნიკა მომავალში აუცილებლად გაძვირდება. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ვიდეო, ხო და აბა თქვენ იცით დროებით სანამ დრო გაქვთ იყიდეთ, თორე მერე გაძვირდება და იდაყუზე იკბენთ.